ოცნება რეპრესიებს აძლიერებს და დაკავებებს აგრძელებს. რეპრესიების ამახალ ტალღაში მოხდა 71 წლის აზა ჩილაჩავა. გაგრიდანდევნილი ქალი, რომლის დასაკავებლადაც ოცნების პოლიციელებს განსაკუთრებული მობილიზება, უხეშობა, ფოტოების გადაღება იდენტიფიცირებისთვის და სხვა ქმედებები დასჭირდათ. ის აქციების მუდმივი მონაწილეა, ერთხელ უკვე ცნეს სამართალდამრღვევად და პირბადი სტარების მოტივით გაფრთხილებაც გამოუცხადეს. წუხელ დააკავეს კიდევ 3 პირი, მათ შორის ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსს ატარებს. დაკავებების ეს სერია მეტროსადგურებთან ჩასაფრებებისა და იდენტიფიცირების ფონზე განხორციელდა. აზა ჩილაჩავა პროტესტს არც იზოლატორში წყვეტს, მან უკიდურეს ფორმას შიმშილობას მიმართა. ნატალი ჯახუტაშვილი გვეტყვის, როგორია ახლა მისი მდგომარეობა და რა პროცესებია დღეს დაგეგმილი სასამართლოში. გუშინ დაჭერილები ახლა ელოდებიან, როდის ჩაინიშნება მათ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი. ისინი მოთავსებულები არიან წინასწარი დაკავების იზოლატორებში. გუშინ ჯამში დააკავეს 5 პირი, თუმცა ერთი მაია სულაბერიძე მალევე გამოუშვეს. დაკავებულებს შორის არიან აზა ჩილაჩავა, 71 წლის ქალბატონი, რომელიც გზის გადაკეტვისთვის და პირბადისა გაკეთებისთვის მეორედ დააკავეს. უკვე, თუმცა პირველ ჯერზე სასამართლო მის შემთხვევაში შემოიფარგლა სიტყვიერი გაფრთხილებით და როგორც ადვოკატები ამბობენ, შესაბამისად ახლაც ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული აზა ჩილაჩავა და არა სისხლით. ასევე დაკავებულები არიან ლადო ბეროზაშვილი, დათო ბასარია და ლევან საბიაშვილი. ბიჭებო ბიჭებო მოდით რა რატომ დაეხმარეთ ქალბატონი უნდა წაიყვანო დაეხმარეთ ცოტა ძლიერად ცოტა ხნეთ გამოდით რატომ გადის შენ თუ კაი უყურე ერთი გუშინ საღამოს რუსთაველის გამზირზე მოხდა აზა ჩილაჩავას დაკავება, რომელიც ამჟამად მოთავსებულია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში. ის არის მხნეთ, თუმცა მას დაწყებული აქვს მშრალი შიმშილობა. ამ დროისთვის ველოდებით, თუ როდის მოხდება მისი გადაყვანა სასამართლოში და ჩაინიშნება პროცესი. ქალბატონი აზა ძალიან მხნედ არის და ძალიან ნერვიულობს გარეთ დარჩენილ ახალგაზრდებზე. ეს იყო ერთადერთი, რაზეც ის ნერვიულობდა. ახლა არ იქნება სიცხლის სამართალი, იმიტომ რომ ქალბატონი აზა არ არის სახელდადებული პირი. სიტყვიერი შენიშვნა არ არის სახდელის სახე. აქედან გამომდინარე, ეს ქმედება ისევ ადმინისტრაციული წესით არის დაკვალიფიცირებული. ბეროზაშვილი დააკავეს წუხელ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა საქმის მასალები ჯერ ჩვენთვის არ მოუწოდებიათ. ის არის დიღმის იზოლატორში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ვეფხია ბეროზაშვილის წინააღმდეგ მანამდე არსებულ ორ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის საქმეზე მიმდინარეობს წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც წარდგენილი გვაქვს ცნობები მისი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ გუშინ პოლიციელებმა ჩასაფრება მოუწყეს აქციის მონაწილეებს. მათი დაკავება მოხდა სხვადასხვა ლოკაციაზე. მას შემდეგ, რაც დასრულდა უკვე გუშინ ოფიციალურად პროტესტი და ეს ადამიანები მიდიოდნენ სახლის მიმართულებით, აი ამ დროს სხვადასხვა ტერიტორიაზე მოხდა მათი აყვანა. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ უკვე გზის გადაკეტვის გამო იზოლატორებში მოთავსებულები. მათგან რამდენიმე ადამიანი დღეს ტოვებს იზოლატორს, მათ შორის არიან გიორგი მელითაური, აჩი გოჩიტაშვილი, დავით ჭკადუა, შალვა ყოღუაშვილი.